მოსკოვი რასაკვირველია ვერ იქნება ამ ყველაფრით კმაყოფილი. ის ჩაიხსნა მნიშვნელოვან სავაჭრო გზას, რითაც მოაგლა შემოსავლის წყარო, დაკარგა პოზიციები მთიან ყარაბაღში, რასაც მოჰყვა ურთიერთობების გაციება როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან. ამავდროულად უკვე 3 წელია აწარმოებს დიდ ომს უკრაინაში, რაც აზარალებს მის ეკონომიკას და პარალელურად აზერბაიჯანი დგავს თამამ ნაბიჯებს მის წინააღმდეგ, რაც მიუთითებს, რომ აზერბაიჯანი აღარ აღიქვამს თავს პატარა მორჩილ ქვეყნად რუსეთის უკანა ეზოში. ვლადიმერ სოლოვიოვმა, ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა რუსმა პროპაგანდისტმა, განაცხადა, რომ რუსეთსა და აზერბაიჯანს 300 კილომეტრიანი საერთო საზღვარი აქვთ და თუ ვითარება ასე გაგრძელდა, ეს საზღვარი შეიძლება პრობლემად იქცეს. მან ასევე ბაქოს შეახსენა, რომ რუსეთი მისი მესამე უდიდესი სავაჭრო პარტნიორია. მსგავსი რიტორიკა რუსული მედიიდან ახალი არ არის, მაგრამ ამ კონტექსტში ეს აჩვენებს, თუ რამდენად დაიძაბა რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა ბოლო პერიოდში. როგორც ვხედავთ, აზერბაიჯანი დღეს საგრძნობლად გაძლიერებულია როგორც პოლიტიკურად, ისე სამხედრო, დიპლომატიური და ეკონომიკური თვალსაზრისით. ის გადაიქცა მნიშვნელოვან და სასურველ პარტნიორად დასავლეთისთვის და ანგარიშგასაწევ ძალად ირანისთვის და რუსეთისათვის. თქვენ როგორ ფიქრობთ, სადამდე შეიძლება მივიდეს რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება და როგორ ხედავთ აზერბაიჯანის გეოპოლიტიკურ როლს კავკასიაში? გამეზიარეთ კომენტარებში.